მოგესალმებით მეგობრებო, ისევ კვიტოს არხზე. ჭეხაბლუც ადგილზეა, დღეს საკმაოდ დაკავებულია. სადღაც 25 წუთი მაქვს დრო, სანამ მოვა და ამიღებს და წამიღებს. მე ნამდვილ ჭეხასაც გაგაცნობთ. მაგარ პახმელიაზე ვარ, 7 თვეზე მეტი არ მქონა დალეული და გუშინ მაინც სავით დავლიე. ამიტომ ტვინი ეხა უფრო გამოცარიელებული მაქვს ვიდრე ნორმალურად. ვილაპარაკებ ფილმებზე, მკვდარ მუშებზე. გილოცავთ ხვიჩას გამარჯვებას, რომ არ დამავიწყდეს და წავიდა. მოიცადე? ზარი შემოდის. გისმენთ? სპონსორი ყავს მეგობრებო. ფრეჯი და კვიტოს არხი დამეგობრდნენ. ვინ არის ფრეჯი? სარესტორნო საკვები პროდუქტებით მომარაგების კომპანია. ძალიან საიმედო ბიჭები არიან, 3 წელზე მეტია უკვე ბაზარზე არსებობენ. ვისთანაც ეს ბიჭები დავაკავშირე, ყველა ძალიან კმაყოფილია და მთელი გულით გაუწევ ამ ხალხს რეკომენდაციას. ფრეჯი, ბაზარი ყოველთვის მოვა. აუ ხალხო, სინერსი ვნახე და ყველას მინდა რომ ბოდიში მოგიხადოთ, ვისაც გირჩიეთ და ამ ფილმზე წახვედით. ესეთი სისულელე დიდი ხანია არ მიყურებია. ძალიან გავს აისიდან დაისამდე სიუჟეტს. თუ გახსოვთ რობერტ როდრიგესის და კვენტინ ტარანტინოს კოლაბია, ჯორჯ კლუნი და კვენტინ ტარანტინო თამაშობენ და ჰარვი კეიტელი. ფილმის პირველი ნაწილი ძალიან საინტერესოდ ვითარდება და ვამპირები და ზღაპრული გმირები იჩიტებენ. ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მე ვიფიქრე რომ მაინც იმხელა ჰაიპი იყო აწეული ამ ფილმის გარშემო, რაღაცა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მე მივხვდი რატომაც ვერ ბედავს ვერც ერთი ჰოლივუდის წარმომადგენელი და საერთოდ ვერც ერთი ამერიკელი რამე ცუდის თქვა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შავკანიანების მონობის ამბავს ეხება. არა და ფილმის საერთოდ სხვა რამეზეა, ერთ-ერთი ასპექტი ეგეც არის, მაგრამ იმის განბედაობა არავის არ აქვს, რომ ეს ფილმი თქვას ყველამ რომ არის ნაგავი. ეხლა ვილაპარაკებ კარგზე და ცუდზეც. სპოილერებიც იქნება და ვისაც არ გაქვთ ჯერ ნანახი, რავი, მაინც არ ნახოთ, გირჩევთ რომ არ ნახოთ. კარგი მხარეებით დავიწყებ. მუსიკალურად არის ძალიან მაგრად გაფორმებული. მე ზოგადად ბლუზი ძალიან მიყვარს, თან ეს old school blues-ზე განსაკუთრებულად გიждდები. მაიკლ ბი ჯორდანს არა უშავს, ნამდვილად კარგად თამაშობს. აწახვედი, შეჭი. გადაღება და ესთეტიკა და ფერები და ტექნიკურად ძალიან მაგრად არის შესრულებული, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი ამას, მაგრად მკიდია ტექნიკურად როგორ არის შესრულებული. არასოდეს არ მიზიდავს ესეთი რაღაცა ხრიკები, რომ აი, ნახე, ერთი შოტით არის გადაღებული, ამ ფილმში ერთი შოტით გადაღებული არ არის, მაგრამ აი IMAX-ის კამერით არის გადაღებული და რაღაცა აი ძალიან მაგრები ვართ და განათებები ძალიან კი, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ეგეც, მაგრამ მაგრად მკიდია თუ თვითონ ფილმი არ არის საინტერესო. ეხლა ცუდი მხარეები რა არის? არის რაღაცა ბანძი კლიშეებით გამოტენილი. შინაარსი რაღაცა გაუგებარი, უცბად მიფუჩეჩებულ სცენარს გავს, აი თითქოს კარგად დაიწყო და მე აი მიაყარეს ესე და მგონია რომ მე უცბად რეჟისორი შეცვალეს და ვიღაცა ინდოელი დააყენეს, ბოლივუდიდან ჩამოყვანილი, რომელმაც კარგად იცის როგორ გააფუჭოს ფილმი. და ნუ ეს ექშენ სცენებიც რაღაცნაირად ძალიან ბანძი იყო, ბოლოს ისეთი ბანალური აი ბარში რომ დაადგებიან 90-იანების მანით და რაღაცა სისულელებზე ილაპარაკებენ, აი აბსურდია, სრული აბსურდია, ოღონდ აი კარგად და ლამაზად შეფუთული აბსურდი არის. ეხლა 20 ივნისს გამოდის ძალიან საინტერესო ფილმი. 28 დღის შემდეგ იყო ეგეთი ფილმი გამოსულია, ადრე გამოვიდა, აღარ მახსოვს როდის 2000-იანების დასაწყისში. და თამაშობდა კილიან მერფი მთავარ როლს. რაღაცნაირად ბევრს მოეწონა ეს ფილმი, მე არ გადავრეულ ვარ, მაგრამ ეთყობა რომ რაღაცა დაბალ ბიუჯეტიანი იყო და დიდი პოტენციალი ხო და ეხლა რაც შეეხება ამ ახალს აშკარად დიდი მაყუთია დახარჯული. აარონ ტეილორ ჯონსონი თამაშობს მთავარ როლს. როგორც ვიცი რაღაცა კამეო და ეპიზოდური როლი კილიან მერფისაც ექნება. არის ზომბებზე და აპოკალიფსია. საინტერესო ეს ვისაც გიყვართ ზომბებზე და დისტოპიური შინაარსის ფილმები, წესით უნდა მოგვეწონოს. არის თან ერთი ძალიან
საინტერესო დეტალი არის ამ ფილმთან დაკავშირებით ის, რომ სულთნიანად იქნება iPhone-ით გადაღებული. მე მგონი პირველი ფილმი იქნება სულმეტაჟიანი, რომელიც მთლიანად სულ iPhone-ით არის გადაღებული. აი ხა ეს კადრი ამონათდება ძალიან ეფექტური არის ჩემი აზრით. და მე მგონი აქამდე ეს არ მომხდა რა, არ ვიცი. ერთადერთი ვიცი, რომ იმ ფილმიდან 28 წლის შემდეგ ვითარდება მოვლენები. ამიტომ სანამ ეს ფილმი გამოვა, გირჩევთ უყუროთ ამ ფილმს. 28 დღის შემდეგ, ესე ქვია, კილიან მერფი, ვისაც გიყვართ, გაგისწორდებათ, საინტერესოა, decent movie-ა რა, ეს საშუალოზე ოდნავ კარგი ფილმია. მომავალი ეკუთვნის მას, ვინც ანებებს სმას. ამიტომ არ დალიოთ მეგობრებო, შეეშვით დალევას, მაგრამ თუ სპონსორი იქნება ალკოჰოლი დალიეთ, აუცილებლად დალიეთ. აი აქ დავიდგავ დიდი სიამოვნებით, ან აქ, ან სადმე სტუდიაში სულ ერთია ალკოჰოლურმა კომპანიებმა მომწერეთ აუცილებლად ვითანამშრომლოთ. აი 10 წუთში მორჩები. ეხა აგვისტოში წესით გორილაზი დააგდებს ახალ ალბომს. გორილაზი არის ჯგუფი მუსიკალური, რომელიც ჩემი გემოვნებით და ჩემი დამოუკიდებლად მშობლების და მეგობრების ყველასგან დამოუკიდებლად აღმოვაჩინე ჩემით ბავშვობაში. ვიყავი მაშინ 10 წლის. 2001 წელი იყო თუ არ ვცდები ზაფხული და დააგდეს ეს მუსიკა, რომელმაც ეგრევე მომაჯადოა ეკრანთან მიმიპყრო და მას შემდეგ გორილაზი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდი. და ძალიან ველოდები მათ ახალ ალბომსაც. ეხლა ხან უყურე ანდრეი ტარკოვსკის სტალკერს. მე ხო სულ რაღაცა ვინაზებოდი და ტვინს აუ ტარკოვსკები და ბელინები და ისინი მეზარება თქო, მაგრამ ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, იმიტომ რომ სტალკერი არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, საინტერესო და დამაფიქრებელი ფილმი, რაც კი ოდესმე მაქვს ნანახი. რომ ვუყურე მაგ ფილმს დაახლოებით ერთი 10 დღე სულ მაგაზე მეფიქრებოდა. ეგეთი საინტერესო არ ვიცი. ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ თუ 70-იანების ბოლოს არის გადაღებული, უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ატმოსფერო იმდენად საინტერესო და მომნუსხველია, რომ არ ვიცი, სხვა ფილმში არც მახსენდება სად არის მსგავსი. და კიდე უნდა უყუროს ტარკოვსკის სხვა ფილმებს, სოლარისზე მირჩიეს, რომ ძალიან მაგარიაო. მაგ ფილმსაც უყურებ და შემდეგ ვიდეოში ვეცდები, რომ მასზეც ვილაპარაკო. Они создали бога. მილენიალები ვინც ხართ, ეს ხმა აუცილებლად გეცოდინებათ. კიბორგ უბიცა. და სულ მეგონა რომ ერთი ტიპი იყო და თურმე აღმოჩნდა რომ სამნი არიან და სამივეს ეგეთი ხმა აქვს. რანაირად არის? რომ სამივე ერთნაირხმიანი კაცი ერთ და იგივე საქმეს აკეთებდა. ძალიან საინტერესო ფაქტი არის. ერთ ძალიან მაგარ სერიალზე მინდა რომ გესაუბროთ, ეს არის პატრიკ მელროუსი. მინი სერიალია, 5 სერია და მე მაგალითად სიამოვნებით ვუყურე 5-ვე სერიას ერთ ამოსუნთქვაში, მე მგონი 3-ჯერ ვნახე, ისე მომეწონა. ბენედიქტ კამბერბაჩის პერფორმანსი უმაღლეს დონეზეა, გადაღების და ტექნიკური ხაზი უმაღლეს დონეზეა, ასევე ძალიან მომეწონა პატრიკ მელროუსის ანუ ბენედიქტ კამბერბაჩის დედის შემსრულებელი, ჯენიფერ ლი ქვია თუ არ ვცდები ამ მსახიობს და ძალიან დაუფასებელია. და ნუ რა თქმა უნდა ჰიუგო ვივინგი, მისტერ ანდერსონ. აი ეს კაცი რომ ევასება, ერთ-ერთი საუკეთესო character actor ქვია ესეთ მსახიობებს, რომლებიც არიან გარდასახვის მასტერები და მათ შესახებ თითქმის არავინ არაფერი არ იცის, არც სახელი, არც გვარი, უბრალოდ იცი რომ ეს ტიპი როცა იჩითება, მაგრად ასრულებს. ხო და არც ეს ფილმი, არც ეს სერიალი არ არის გამონაკლისი. მობლენს რაც შეეხება ძალიან არ მომეწონა, თავიდან გავერთე ამათ ბრიტანულ აქცენტებზე და იუმორზე, ნუ იუმორის ნაკლებობა არის ამ სერიალში, რაც ძალიან დამაკლდა. ბოლოს რაღაცა ისე აურდაურიეს და მე როგორც თვითონ შოტლანდიელი და ბრიტანელი კრიტიკოსების აზრი მოვისმინე, მე ხა ვერ შევამჩნევდი მაგას, მაგრამ პირს ბროსნანის აქცენტი, fake აქცენტი ძალიან გააკრიტიკეს, ასევე გააკრიტიკეს ჰელენ მირენის აქცენტიც, ნუ ტომ ჰარდი მაინც კარგად თამაშობს. ვფიქრობ 10-დან დაუწერდი 6 და 7 ამ სერიალს. ერთი მომენტი მომწონს ძალიან კლუბში რო შედის ტომ ჰარდი და პროდიჯის ბრიდ რო ადევს, აი ეგ მომენტი მომწონს. ერთადერთი ეგ დამამახსოვრდა მაგ ფილმიდან.
The world is spinning too fast. I find late Nike shoes to keep myself tethered to the days I try to lose. გასართობი და ბატიბუტი სერიალები ვისაც გიყვართ, რეკომენდაციას გაუწევ Netflix-ის Siren ესე ქვია. Jennifer Moore თამაშობს, ის გოგონა თამაშობს House of the Dragons. თავიდან პირველ სამ სერიაში და White Lotus-ში რო ქერათმიანი მეორე სეზონის White Lotus-ში რო ქერათმიანი გოგოა, ეგ მსახიობი თამაშობს, ძალიან საინტერესოა. უფროსის და თანამშრომლის ურთიერთობაზეა, ტოქსიკურ ურთიერთობაზე. და ამ პატარა გოგონას ყავს და რომელსაც სახში პრობლემები აქვს, სახში უვლის დემენციით დაავადებულ მამას და ეს გოგო გაუჩინარდა, აღარ პასუხობს ამის შეტყობინებებს და მოუწევს ჩააკითხოს სამსახურში და მერე იქ მთელი ამბები იხლართება. მინი სერიალია, კარგი გასართობია, 10-დან 7-5 დავუწერდი. 10-დან 7-დან 20 დავუწერდი. ვისაც ნანახი გაქვთ, თქვენი შეფასებაც დამიწერეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ კომენტარები, დამილაიქეთ, გადააზიარეთ ეს ვიდეო თუ გინდათ რომ ხარდაჭერა გამომიცხადოთ. 1000 გამომწერზე უკვე მალე ავალ, სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უკვე 1000-ზე ვიქნები და როგორც დაგკვირდით, ინტროს სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერირა დროებით. უიკინაღამ დამავსდა რუსებს რა.